საღამო მშვიდობის პატივცემულო და ღრმად პატივცემულო საზოგადოება. როგორ ახართ, რა შობით, რა ვახართ ლომებო? რა ვიცი, ლომობის რაღა მოგახსენოთ, რო უყურებ ამ საზოგადოებას, ზოგი ალთასაა, ზოგი ბალთას, ვისია მართალი, ეს იმ შენობას გავს ის ადრე გზების სამინისტრო რო იყო, ვინცად არის, ვისი როიალი, ვის იმაში არის, ვერ გაიგებო რა. რა უნდა ეხლა ნახეთ როგორი სიტუაცია. ამათმა ოპოზიცია ვერ მოერია ოცნებას და ბიჭები ჩამოიყვანა ევროპიდან და ეხლა მოდი აბა ჩვენ ორს გველაპარაკეთ. ესენის მოდი ვილაპარაკოთ, თუ საჭიროა დაგჭირდება ზემოდან ბიჭებსაც დაუძახებთ იქიდან ჩრდილოეთიდან და მოდი ერთად ვილაპარაკოთო. ტრამპმა აიღო და ხელები დამიბანიაო თქვა პონტოელი პილატეს ამბავი გააკეთა მე მგონი და ტიტუк ლახათ ვართ რაც ხადა. რაშია საქმე პირდაპირ გეტყვით. ეხა სიმპათია ალბათ საზოგადოების გახლეჩილია და საზოგადოების ნაწილს ამათიც აღარ ჯერა ამოცნების, მაგრამ ისინი რო რაღაცას აი არ ვიცი რა ისეთ ფასონზე რო დგანან ხოლმე და თან ვინ არიან ბიჭო რა ვთქვა აღარ ვიცი რა რომ მინდოდეს ვერ დაგიდგებით გვერდში აი გულწრფელად რომ მინდოდეს რა მაგრამ ეს არის უბედურება რა რომ ეს იმას არ ნიშნავს რომ თქვა ოცნების ყველაფერი მომწონს ან არ მომწონს ან არავის ხარეს არა ვარ მე დათასი არ იყოს ბატონი დათასი არავის საქმეში არ ვერევი მე და ნურავი ნუჩაერება ჩემს საქმეში მაგრამ ესე ვერ გაჩერდები ხა საქართველო ანოსი და საქართველო ვანოსია პრინციპში ეგრეც არის და რა გავაკეთოთ აღარ გულწრფელად გეუბნებით რომ არ ვიცი და ერთი რაღაცა იმედი მქონდა რომ რაღაცა ქართულ ხალხში ის დაბლაგვებული გორდა გაიღვიძებდა და პატარა წასრიალებდნენ და გალესავდნენ და გამოდა ჩვენს ღირსება გვაქვს რა მართლა თქვენი ამოხვედით ყელში რა თქვენი აქ იმეებით რა დადგმული სპექტაკლები და ის მაგრამ ვერ ვნახე ეგეთი ხალხიც ესენი მე მგონი ფინალს ელოდებიან და ფინალში ვინც კარგად იქნება იმის მხარეს დადგებიან რა ამიტომ ხანდახან ვფიქრობ ხოლმე რომ საერთოდ პოლიტიკაზე ღირს ლაპარაკი რამე ისეზე ხო არ ვილაპარაკოთ ან ფეხბურთზე ან პოეზიაზე პოეტებს მოვიყვანს სტუმრად რაღაც მუსიკოსებს მოვიყვანს ესე ხო არ ჯობია მოდი ფორმატიც განსაზღვროთ რა რაღაცე აი რაზე უნდა ვილაპარაკოთ რო ვილაპარაკებთ და რაღაცა რეზუმეს გამოვიტანთ რომ თქვა და არც ისინი მომწონს არ დამდგომები ხართ მერე აი გაფიცებთ ყველაფერს რა შეურაცხყოფას არ გაყენეთ მე გულწრფელად ვკითხულობ მე ვიცი ვინც არის დამდგომი და დამდგარა კიდევაც და თავიც გაუხეთქიათ და აუტანია და რეპრესიებში ყოლია ოჯახის და ის მე რა თმინდა ეხლა მიშას პერიოდიმა გამოვლილი აი ცხვირზე რო ქონდა მიდებული და მთელი სახელმწიფოს წინაშე რომ მიდიოდ მაგრამ აქეთ ბიჭო რაღაცა ჯიგარი იყო რა სულისკვეთება იყო იდეა იყო რას თავარია ეხა გამოდის რომ ორ ტყუილს შორის უფრო უარეს ხელსა უკრავთ და აქეთკენაც ხმას არ ვიღებთ და რა გავაკეთოთ როგორ მოვიქცეთ მართლა არ ვიცი რა მოდი თქვენი დახმარება მჭირდება ამ იმის ჭკვიანური იმის გამოტანისთვის და ეგება ჩაერთო და რაღაცა მითხრა თქვენს რომ მოდი კორკოტ ესე ხო არ გავაკეთოთ და ესე ხო არ ჯობია რაღაცა მართლა გეუნებით რა რაც მოგუწონს ის გავაკეთოთ რა ამაზე არ დაიღალეთ ეხა პოლიტიკაზე ლაპარაკით მაინც რა აზრი აქვს ჩვენა გულს მოვიოხებთ მოვიფხათ მე ერთი გადავაფურთხებთ ორიოს ხაროს და წავი დავიშლებით სახში მოდი რამე ქმედით უნარიანი თუ გაქ ან თუ გინდა
პოლიტიკოსები მოვიწვიოთ, თუ გნებავთ მუსიკოსები ან პოეტები, რა ვიცი, ან გავერთოთ რა ესე ვილაპარაკო და ვიჭორაოთ, როგორც გინდათ რა. იმიტომ რომ მომავალს ვერ ვხედავ რა. სულ ჩვენ გარეშე მიდის თამაში. ჩვენ სულ აფსაიდში ვართ. ვერა ტყობთ თქვენ, ის არის მე ვიღაცა ეთქვის რაღაცაზე შევგროვდეთ მეთქი იმ დღეს საზოგადოებაზე. ერთად დავდგე და მე ფული არის იკორკოდე. წედი რა შენ ფული რომ მქონდა შენთან ერთად დავждებ იმაში შენ კაზიულო შენა ვიღაცა ხარ. ეს ეხა ხუმრობით ვამბობ, ფული რომ მქონდეს ძალიან ზუსტად ვიცი რასაც მოვახმარდი რა. ზარიმა ეთერში მობრძანდით აბა. დავიწყოთ მსჯელობა მომავალზე. ალო. ბატონო. გამარჯობა გიორგი. გაუმარჯოს ძმაო. მოგესალმები თელავის რაიონიდან. ეგე რას ამბობ ოქრი? მე ვარ 91 წელისა. ვა შემოგევლე, კაი კაცი ხარ შენ. გენათვალე ჯიგაში, კათოლიკი კაცი, კახელი კაცი, ნიჭიერი კაცი. გაიხარე. მე რა მინდა? აი არაბები რო შემოდიან. დიახ. არაბები რო შემოდიან. ყიდიან ქართველი მიწები უნდა გაყიდოთ ქართველი მიწები. არ გავაყიდინოთ გიორგი. არა, როგორ გავაყიდინებთ? ის იყოს დედა ატირებული, ვინც გააკეთოს, რას ლაპარაკობ? თელი ქვეყანა ფეხს დიავდიეთ. ხო და თელი მოსახლეობა. და ეგენი არ დაუშვათ ეგეთი რამე. თორემ ეს არაბები ძვირთ მოიშორა დავის აღმაშენებელმა და ისე უნდა გაიფაროს. არ შეიძლება ბატონო გიორგი, მე ღირსია, მე ვარ თელავის რაიონიდან. უბადაზე ვარ დიმიტრი. რომელი სოფლიდან ახარ? ბუშეტი. აჰა, სასიამოვნო. აი ხა ერთ რამეს გეტყვი, ჩემო უფროსო მეგობარო რა. აბა. ვისაც ეგ აზრად მოუვა, ჯერ იმეთ ჩაქუჩი უნდა ჩაარტყა იმ თავში, მეტი არაფერი იქ ორი აზრი არ არსებობს. ქართველ კაცს დღევანდელ დღეს ერთი როდის იყო ერთი 10 წლის წინ იყო მაგაზე რომ გამოვედი და აი ყველაფერს ფიცავარ ღმერთის წინ ვამბობ რომ ჩვენ უნდა შევგურებულიყავით 2-3 კაცი და უბრალოდ თქვით რომ ქართულ მიწებს ყიდიან და დაგვიძექით რა გვერდზე თქო და ადგა და გამოვიდა მთელი ჯამაათი და თქვა ქართულ მიწას არ გავაყიდინე. თელავის რაიონში გაიყიდა არაბზე გაიყიდა მიწები გაიყიდა თელავში. გაგმა ჯუღანია სოფელი ოსიერონის ხალხია ხალხიან 40 ჰექტარი არაბებს მიიყიდეს მიწა ბატო. აი თელავის რაიონში ნახეებში აი ერთი ჩამოდანი აი გიორგი ჩემთან ჩამოდი ჩემთან აი მე ვარ მუჟექი რო შემოვალ უბადაზე დიეზე შოიგიცხავ ტრანსიტიანსავ თოვრო თუ ჩამოვალ დამიედი აი ჩემი ნომერი ხომ ანდარი კი არის აქ თქვენი ნომერი არის ნომერი დავიმახსოვრებთ ეხა ვეთქვი სტუდიას და დაიმახსოვრებენ აი არის 3-5-იანი 63 91 43 გაიხარე ჩემო კარგო დიდი მადლობა ქართველი ხარ გეტყობა უკვე აი ადამიანი ხა ეგეთ რამეებს რო გეტყვის და ზრუნვას რო დაიწყებს და ფეხებზე არა აი ცუდი თვისება რა გვაქვს იცით ქართველებს ერთი მე ვიყო კარგადად თუ გინდა სულ ამოტრიალებულა დედამიწაო რა ეგრე რო ეცხოვრა ჩვენ წინაპრებს ვიმე იტყვა და ქართველი ვარ გაიბღინძებოდა რამე წაგვარტყავდნენ თავში რა ჩვეულებრივად რა ვიცი არა ვარ თან დიდიერი ყველაზე ბევრი ვიყავი დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის დროს შემოკარგებოდა ავით თითქოს დაალაგებული იყო ეს სიტუაცია მე რა ხომ არა მარტო ისტორიით და წარსულით ხო არ ვიცხოვრებთ რა ძნელია მარტო ესე ცხოვრება ყველაფერს ვიცავარ იმითია ძნელი რომ ჯერ ეს ერთი აი რაც დღეს ხდება რა დრო ჭირდება უბრალოდ თქვენ დღესაც ზვიად გამსახურდიას პერიოდში ხალხი რო დაეტაკა ერთმანეთს და სამოქალაქო ომი რო ატყდა დღევანდელი გამოძახილი კიდევ არის ის ხალხი არის დარჩენილი ვინც ნაწყენი არის ახალ ხელისუფლებაზე
ამბობენ რომ უნდა დაბრუნდეს ის სიმართლე რაც იყო და სინამდვილეში როგორც მოხდა და რანაირადაც მოხდა და ბიჭო ერთი მუჭა ხალხი ვართ რა ვიცი მაგრამ ამ ერთ მუჭა ხალხში იმდენი გველის წიწილი არის მართლა სათავისოთ რო უნდა აი ხა რასაც უყურებ არ ვიცი როგორ უნდა დამთავრდეს ეს ფინალი მოდი ესე დავაყენო საკითხი თქვათ არაფერის არ მოხდა ხო მაქეთკენ მიდის ყველაფერი თითქოს და სათავეში არიან ოცნება ისევ ბატონი ბიძინას ხელმძღვანელობით და საზოგადოება არაფერი არ მოხდა რა ეს საზოგადოება ვინც ახლა ოპოზიციურად გამოდის ბევრ სიმართლეს ლაპარაკობს ბევრს ისეთი საზოგადოების წევრები რომელსაც თვითონ უნდა გამეფება ამ ქვეყანაში და რაღაცის ჩამოყალიბება უნდა სტატუსის როგორც ხელისუფალი სტატუსი აიღოს ხელში ყველაფერი ანუ საკუთარი თავისთვის ზრუნავს ის ბევრს ატყუებს გულწრფელ ადამიანებს და ისინი ხო ტრებად დარჩებიან რაღაცა პერიოდის განმავლობაში მაინც რა თუ გულზე არ გადაუვიდა და არ გადაბარგდნენ ეხა როგორც ოცნებაში უმეტესობა მithom ჭკვიანები და მაპატიეთ ამ სიტყვისთვის ეს ცოტა ქუჩურად არ მაგრამ შენძრეულები რო არიან რა ძალიან ისეთი ტიპები რომლებმაც იგრძნეს რომ ბიძინასთან ჯობდა ყოფნა და გადავიდნენ უღალატეს მიხეილ გიღალატეს მიხეილ აი გარი მთელი უბედურება ჩვენი რა უცბად ისე შეუძლიათ გადახტნენ ერთი ტოტიდან მეორეზე რომ აი თავისი სიმძიმე ახალ ტოტს არც აგრძნობინონ. ზარი მაგ ეთერში მობრძანდით აბა ჩემო ძვირფასო. საღამო მშვიდობისა ბატონო გიორგი. საღამო მშვიდობის ჩემო ქალბატონო. წინა გადარჩენაში თქვენ ბრძანეთ რომ ივანიშვილმა სამება აშენა. ბევრი ეკლესიაც აღადგინა, მაგრამ მისი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ მაინც მგონია ისეთი აი უდიპლომო სასიძო ყველას გვინახია ფილმი და იქ კვანტალიანის გმირი ეკლესიაში ოშედის სანთელსაც ანთებს ჯვარდიჯასაც გადაიწერს ღმერთსაც შეედრეს არამჯერა შენი მაგრამ ვაი თუ არსებობო და უკან გამოსვლისას სანთელსაც რო გამოაყოლებს სინათლე ხრება და იქნებ ოთახი ამინდოდო ოთახში ავანდო და გავანაკო მე უფრო მჭირდებაო მე უფრო დამჭირდებაო დიახ ზუსტად ასეთი დამოკიდებულება და მისი ქველმოქმედებაც ასე მგონია რაც დახარჯა 10 იმდენი მე მგონი უკან წაიღო კარგად გამდებოდეთ მე ხა დედასპიცა ვარ არ გახვიდეთ ეთერიდან ქალბატონო არ დამithულია ბატონი ბიძინასფული ბაჩიაშვილს აქვს მე მგონი დათვლილი და დღეს დავაში არიან ეგენი ერთმანეთთან მაგრამ ერთ რამეს გეტყვით ჩემო ძვირფასო ადამიანო ბიძინას მე ინტერვიუ მოსმენილი მაქვს რომ მე ღმერთი ჩემებურად მწამსო მაგრამ სიმართლე რო გითხრათ ჩვენ ამოდენიმეჯერ შენახვედრი ვიყავით მაგრამ ბავშვთან ერთად ბიძინა უფრო ახლოს გავიცანი მაშინ სამების საკურთხეველში სადაც პატრიარქისგან ლოცვა-კურთხევა ავიღე მე და ბიძინა ბავშვთან ერთად შემოვიდა. იქ მოვიდა რაღაც მითხრა როგორ ახა რაღაცა ის და მე მითხრა რომ ალბათ შევხვდებითო და ის და იქ ვნახე. სიმართლე რო გითხრათ მე რამოდენიმე შეხვედრებიდან და იქიდან გამომდინარე რო გითხრათ რომ ძალიან მორწმუნეა ბიძინა მე თვითონ ჩემ თავს მოვატყუილებ. მაგრამ მე შემიძლია აქ ხო შეიძლება რამოდენიმე აზრი იყოს ნახეთ რომ ბიძინა იმიტომ გააკეთა სამების ტაძარი რომ ხალხთან უნდა შესულიყო რაღაც დობაში ისე რომ დაენახა ხალხს რომ რამდენად ქველმოქმედი იყო მე შემიძლია ან ნებისმიერ ადამიანმა ესეც ჩაუთვალოს და ხო შეიძლება სხვანაირადაც ჩაუთვალოს ადგა და გააკეთა რა ქველმოქმედება მოდი ჩვენ როგორც თვითონ როგორც იცხოვრებს იმის მიხედვით გამოჩნდება რამდენად შესაწირად გააკეთა ეს საქმე და ბევრი რაღაცები გააკეთა ბიძინამ ისეთი რომელიც შეიძლება ცუდ ჩაუთვალოთ რას იკეთეთ უბრალოდ სწორედ მართოს ქვეყანა მაგაზია საქმე სწორედ მართოს ქვეყანა გააკეთა ბევრი ცუდიც გააკეთა არა მე გეთანხმებით რა საკვირველია ეხა
შეცდომის გარეშე მე არ ვიცავ დედას ვფიცავარ თუ ბიძინას ვიცავდე ხა. იმიტომ რომ ბიძინა თვითონ არის ისეთ ადგილას ეხა და იმ იქიდან იმ სიმაღლიდან უყურებს საქართველოს დიდი ფულით, დიდი შესაძლებლობებით, რომ მაგას შეუძლია ძალიან ლამაზად დაელაგებინა ეს ყველაფერი, მაგრამ რაღაცები მოიგონა კოჰაბიტაცია. ვიღაცა მეტყვის ახლა ოცნებიდან რომ კაცო მეტი არ შეეძლო. ეხა შეუძლია რომ დატაკებული არის ევროპას? ეხა შეუძლია ამერიკასთან რომ დატაკებული იყო და არაფერზე რომ არ მიყვება? ეგ როგორ არის გამაგებინეთ? ანუ მაშინაც შეეძლო, ხო? ეხა მაგითი ხო ძალიან ბევრი საზოგადოების ნაწილი ვინ აპარპაშებდა რა ის ოპოზიცია და რა ის ნაციონალები და რა ის ერთი ის ხაზი გაეტარებინა რასაც ხალხი თხოვდა და ნახავდა რა დასაყრდენი ექნებოდა დღეს საქართველოში ბატონო გიორგი ხო გაიშიფრა ეხლა ანტიდისკრიმინაციულ კანონს თურმე ევროპა საერთოდაც არ თხოვდა რომ გაეტარებინა თხოვდნენ იმას შრომის კოდექსის და სასამართლო რეფორმა გაეტარებინა და არა ანტიდისკრიმინაციული კანონი თავისუფლებით ხო გააკეთა ეს ყველაფერი ან თუნდაც რა ვიცი ხა თუნდაც ის კანაპლის დარგვა იმის დარგვა რო უნდათ რა ქვია იმის მარიხუანის დარგვა რო უნდათ რომ დიდი ფული შემოუვა საქართველოს დიდი ფული რო შემოუვა ისედაც დადებულებული დადის ნახევარი ახალგაზრდობა მაგი გასამკაცრებელი რო არის სულ მაგას ვიძახი მაგრამ ვინა კაციშვილი პატრონი არის ფული შემოზდის და ეგ არის ბიძინა იყო რომ დავკვირდა რომ ის მიშა რასაც ამატებდაო იმ ლარსო გაუიაფთებაო ბენზინვეს ხა ბატონო ბიძინა გინდა ესე ჩათვალე და გინდა ესე შენ დაპირ მე ხო არ მითქვია რომ აუ გაიაფე რა ბენზინი მიგითხარით ეგეთ თქვენ გამოვრძანდით და დაპირდით 100 საწარმო ბენზინის გაიაფება იაფი კრედიტები აგერ არა ეს თქვენი ნათქვამი სიტყვები არის და მაგაშია საქმე რომ იმიტომ მაგ გული აყრილი და სული ადამიანს რომ ბოლომდე ჯიგრით ვერ დაგიდგა მთელი საქართველოს თორე აქ ამათი პარპაში და ამათი ცხვირში გაყრილი ისინი საყურეები და ისინი სად იქნებოდა ძმო მოკიდებდნენ ხელს და მოახევდნენ იმას რა რასაც ახლა პოლიცია აკეთებს მაგაშია საქმე მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი 28-ში რო გამოაცხადეთ ჩვენ ვაჩერებთ ცოტა ხანს ევროპასთან ურთიერთობა რამდენი ადამიანი დაიზაფრა მაშინ რამდენი ახალგაზრდა ხო შეიძლება და არსებობს რაღაც ლავირებები რითიც შეგეძლო ლამაზად დაგელაგებინა თუ პირდაპირ გეუნებით ბატონო ბიძინა იმიტომ რომ თქვენ მოგმართავთ თქვენ ახართ ოცნება ხო თუ თქვენ დაპირისპირებისკენ მიდიხართ რომ გინდათ რომ ძალით ჩაახშოთ ქართველი კაცი მაგას ცოტა ვერ აიტანს პირდაპირ გეუნებით რა აი ნახავთ ჯვარი გწერია და შეიძლება ისეთი მომენტი დადგეს რომ საზოგადოები ეხა რატოა გაჩერებული უმეტესობა ძმაო იმიტომ რომ ესენი არიან ოპოზიცია არის თქვენი მოწინააღმდეგე ეგ თქვენ იცით რომ ჩვენ ის ხალხი რომელმაც ყველაზე დიდი როლი ვითამაშეთ იმაში რომ ნაციონალური მოძრაობა გადაგვეხერხა და ჩვენ კისრებზე მოვიდა ეს მთავრობა დღევანდელი ხო ისინი გაგვაგდეთ გვერდზე არ გინდათ ხმაური თქვენ გვინდათ რა ვიცი ისეთი ადამიანები რომლებიც ალოკავენ თქვენს ნაფეხურებს არ მე ვერ ვიქნები მე ერთადერთი ღმერთი მიყვარს ყველაზე ძალიან და იმის ფეტიშიზმისაც არ მჯერა რა მიყვარს და მორჩა ეგ არის რა სარი მაკეთერში მოგესალმებით გამარჯობა მე აი ხანდაზმული მამაკაცი რომ რეკავდა კახეთიდან მეც ხანდაზმული ქალბატონი ვარ და ძალიან მაღელვებს ეს მიწების გაყიდვა და არაბების ასეთი შემოსახლება ძალიან განვიცდი თან მახსენდება როცა ჩვენ დეპუტატებს საბჭოთა პერიოდში უზენაეს მაშინ რა ერქვა ბრეზილიაში ვირჩევდით ვიცოდი სულ მეცნიერები სულ განათლებულები მე ახლა დღეს რომ ხალხი გამოდის იმ ხალხს ვერ ვენდობი გამოდის რომ ისევ ნაციონალებს უნდათ მოსვლა და ძლივს მოვიცილეთ აი
იმ ხალხს, რომელიც დღეს დგანან და აი ძალადობრივად ცდილობენ რომ რაღაცა, იმათ ვერ ვემხრობი. ამას წინა ეს ჩართვა რო იყო თქვენი პროგრამა კი არა, წინა პროგრამა, რომ ახალგაზრდობას გაუწიოთ ანგარიშიო. კი, მაგრამ რომელ ახალგაზრდობას ბიჭი აჩვენეს არც ისე მოზარდი და საშუალო დავუშვათ 15 წლის არ იქნებოდა და გახკიოდა ჩემი სამშობლო არის ევროპა. ნუ ასეთ ჩემი სამშობლოთან არის ევროპა ეს უნდა თქვა. თქვენ რა ქალბატონო მაპატიეთ რომ გაწყვეტინებ ჩემოგევლეთ ნახეთ რა არის მაღაზე დგას დღეს ოცნება რა ის საზოგადოება ვინც უმეტესობა არის და რომ ნახულობს რომ აი 15 წლის ბავშვი გაიძახის აქ ჩემი სამშობლო ევროპა არის ის გაგნებაში არ არის რა იმან არის ის ვაჟაფშაველა არ წაუკითხია და ილია არ წაუკითხია რა არის სამშობლო ის არის ის და ევროპა არის ევროპა თუ არის ეგ ისედაც მტკევა გული და ამათი მხარდაჭერა და ამათი მოსვლა მე ახლა ერთი იდეა მაქვს რომელსაც ვამბობ და რამდენად არის შესაძლებელი შეიქმნას პატრიოტული განათლებული ძალებისაგან დარბაზი ეს დარბაზი გახდეს ცნობადი და იმ მთავრობა იმ ხელისუფლებამაც იცოდეს აი რაშია საქმე მე გეტყვით ჩემო ქალბატონო ძალიან ჭკვიანურია ჩვენ შეთავაზებაც გქონია ოცნებისადმი რომ ეგეთი რამე გავაკეთოთ რა და ეს ამბავი უკვე ოცნებას არ უნდა და უნდა რომ დარჩეს ერთი ერთზე იმ ძალებთან რომელსაც ხალხი იგნორს უკეთებს ამათაც იგნორს უკეთებს საზოგადოება მაგრამ იმათთან შედარებით არაფერი არ არის ეს რა დარბაზის შექმნას დაგიშლია დარბაზი რომ შეიქმნას ამას მთავრობა ხო დაგვიშლის აი ნახეთ ხალბატონო ერთ რამეს გეტყვით დარბაზი რომ შეიქმნას თქვენი აზრით რომელი უფრო კომპეტენტური იქნება დღევანდელი ხელისუფალი თუ ხალხის მიერ არჩეული დარბაზი უნდა ეხლა ხელისუფლებას ეგ ამბავი კიდევ მაქვს ერთი შეკითხვა მე ადრე დაიწერა რომ ალტინფო შეუერთა ეს არჩევნებამდე იყო ზაფხულში პატრიოტთა ალიანსი მე ეს ალტინფო გაქრა მე სადღაც კიდევ წავიკითხე რომ ალტინფომ გადაარჩინა პატრიოტთა ალიანსი ეხლა სად არის ეს რა ქვია ალტინფო იქაც იყო პატრიოტული ძალები და როგორ არ იყო ქალბატონო მაგი ტყუილი არის ნახეთ ეს იყო სპეცსამსახურების ნამუშევარი სადაც ნახეს რომ პატრიოტთა ალიანს ალტინფოს და კიდევ უკვე მომზადებული იყო პატრიოტული ძალები რომ რაღაცა ერთი კვანძი გაკეთებული იყო უკვე დაიწყეს იქ ჭორაობა რომ ჯერ ეს ერთი ცუდი რაღაცები მოხდა ჩვენი თანამოაზრეები ვინც იყვნენ ხელისუფლებამ დაარწმუნა ერთ რამეში რომ მაინც ვერ გადის ეს პატრიოტთა ალიანსი და ალტინფოს ტანდემი და ამიტომ რო არ დაიკარგოს ხმები მოგვეცით ჩვენ ხმებიო ვიღაცებმა თოხლეს ეს ისტორია თოხლეს რა სათავისოთ რომ ფული აეღოთ ფული აიღეს და მაგაში მშვენივრად იგრძნეს თავი ამიტომ ჩვენ წავაგეთ ეხა ისიც მე ბიჭებს ძალიან კარგად ვიცნობ ვინც არიან და როგორც არიან პატრიოტი ბიჭები არიან მშვენიერი ოქროს ბიჭები უბრალოდ ეს რო არ შედგა ხო ამათმა ეხა ჯერჯერობით დაიწყეს თავისი განვითარება როგორც ვითარდებოდნენ ალტინფო და პატრიოტთა ალიანსი თავისთვის არის ჯერჯერობით რა მოხდება ხვალინდელ დღეს კაციშვილმა არ იცის მაგრამ ეს ამათ შორის ვიღაცას უნდოდა რომ რაღაცა ცუდი ტალახი ჩაეყარა და ეს არ გამოუვა იმიტომ რომ გეუბნებით რომ ეს ხო ჩემები არიან პატრიოტთა ალიანსი
ისინი ჩემები არიან, უბრალოდ ამბრაზურასავით გადავეფარებ იმას, რასაც ქვია მაგათ შორის. აი კიდევ ერთხელ მანდატი რო არ დადეს, რომ დადეს მანდატები და არ შევიდნენ პარტიაში. ესეც მაშინ მიმართა შეცდომა და მეორეც არის, აი ახლა კიდე ქალბატონი ლაპარაკობდა, რომ აი განგება აშენა ბიძინამ სამება. ბიძინა იმალებოდა და ისე აღადგენდა 600-მდე ეკლესია თურმე და რაღაც აშენებული და ახლა იმაზე მართალი ბრძანდებით უმადურობა არის ყველაზე ცუდი თვისება ამ ქალბატონმა სხვა რაკურსი დასვა ეს ნახეთ დოიაშვილი რო აკეთებს ახლა და მე ამ გამოსულ ხალხს ვერ ვენდობი და ვერც დაუჭერ მხარს არ ვიცი თქვენი აზრი იმიტომ რომ იქ ვინც დგას ისინი ისევ ნაციონალები არიან ან და რით გამოირჩევიან ან კაკალატოზე რა შექმნეს ჯერ ისეთი არ ვიცი და თანაც საქართველო მარტოა და განიცდის გარედან ზეწოლას არ არის ეს და მე არ ვიცი მე ახლა არაბების დარდი მაწუხებს ყველაზე მეტად და როგორ ეშველება ღმერთმა დაიფაროს რომ გონიო გადაიქცეს დუბაით აი ამისი დარდი მაქვს დიდი მადლობა ჩართვისთვის ქალბატონო საკმაოდ ისეთი გააზრებული რამე ითქვა და ცოტა ძნელია მაგრამ ეს ცივილიზაციას ეს ეროვნების გაქრობის მომენტები მოაქვს ჩვენ როგორ შეიძლება თავი უნდა შევინარჩუნოთ რაღაცნაირად ქართველებმა და ამაზე მე რო ვიზრუნო მარტო ან მე ვინა ვარ საერთოდ ან ჩვენნაირმა ხალხმა ეს ხელისუფლებაში თქვენ იმიტომ გირჩევთ თქვენ კაი დედმამიშვილებო რომ რაღაცა ქართული შტრიხი შენარჩუნებული იყოს ჩვენივრად ცეკვით გვიცნობენ სიმღერით გვიცნობენ ხელოვნებით თეატრით გვიცნობენ იმით გვიცნობენ უფრო მეტი რაღაცები ხო შეიძლება ქართველი კაცი უნდა იყოს კარგად მე თუ მკითხავ რომ მასპინძლობის მომენტი არ დაკარგოს ქართულ კაცს თუ მასპინძლობა მაგაზე გიждდებიან ესენი რა რომ შეუძლია მარტო არაფრის მქონი ადამიანი შეუძლია მობრძანდი ბატონა წყალი ისე მოგაწოდოს იმერეთში და იქ რომ ავიცი და რომ მიხვდე რომ აი გურიაში და იქ რომ მიხვდე რომ რაღაც აი გული გამოაყოლა რა და ისე ციგემრიელით მოგცა თალოცვილად მოგცა ეს ყველაფერი აი ეს არის ქართველი კაცი აბა სოფლებში რო ჩადიხარ დღეს უჭირს ადამიანს და იმას ცდილობს რომ რაღაცნაირად გაგერიდოს იმიტომ რომ საშუალება არა აქვს რომ დაგპატიჟოს და რაღაცა ლუკმა გაგატეხინოს რითიც ყოველთვის აი თავი მოქონდა რა ქართულ კაცს ზარიმაკ ეთერში მობრძანდით მშვიდობისა გია ბატონო მოგესალმებით თქვენ და პატივცემულ საზოგადოებას გამარჯობა შემოგევლე გამარჯობა აი მართლა რა ის დრო მენატრება ნაცნობში რო გადაქცემა მიყავდა ხოლმე ღერთმა გაანათლოს ალეკო თეტრაშვილთან ერთად რაირა დეიდა რო გირეკავდა ხოლმე რაღაცა მეტი სითბო იყო თუ რაღაცა სიყვარულობა იყო ეგეც კი სანატრელი გახდა იმის მაგილოთ ერთმანეთს მოვეფეროთ შარბათები მივაწევოთ რახათ რუხომით ამოუტენოთ პირიდე თავზე ოქრო თუ არა პატარა ვერცხლის უზალთუნები გადა რაღაცა ჩავეყუტოთ ჩეჭმა ის ამოვიდა რა ყელში აი ხა გეფიცები წეღა რო ახსენე ხელოვნება და ეს გუშინწენ უყურებდი ხა იწყვიან აი ეს რუსეთუმე რუსულ სერიალ იანიჩარს უყურებდი და შახრაზი ეფენდის როლს რო თამაშობ როგორ გამისწორდა როგორ ახე აი არა ბიჭი გიხარია და ზოგი იპოღმება ეს რატო შეკაი ქართველი რო იქ იმას იზავს ხო გამოჩნდება ცუდი მაგაზე კარგი რა უნდა იყო არა მე ზურაყიფშიძე და გურგულა მიგიწვიეს კი ყველა ხო და ბიჭო იქ აი არ ვიცი რა ძმაო ეხა როგორ თქვა რომ რუსებმა უფრო მასპინძლო აბა დაგხვდნენ და აბაი და ცივნიავს არ გვაყარებდნენ და რუსეთუმეობა და ესა რა რუსეთუმე კი არა და წავადებ თავში ვინც მაგას მეტყვის იმიტომ რომ თვითონ არ რუსეთუმე აზი არ არის მე ახალგაზრდობაში თამაშობდი რეგბის რეგბიში რო ჩავდიოდი ხოლმე რუსებთან
რეგბიში რუსებთან სათამაშოდ რო ჩავდიოდით ხოლმე იქ რო ქართველობას გზნობდი 25 კაცი ჩავდიოდით სულ ხო 15 მოედანზე ვიყავით 10 კაცი თავის მწვრთნელიან ექიმიან იმიანად რუსებთან ქონდა სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლები მაშინ საჩანდა ბიჭო რა ქართველობაზე ლაპარაკობენ ეხა რა იცი თუ კონდეთ წაკითხული ამათ საქართველოს ისტორია ან ქართლის ცხოვრების რამე პატარა ნაგლეჯი მაინც დედასპიცაო რა ხო და გია ერთი ბოდიში კიდე ერთი ზვიტყოდი ტრაგიკომენდურ სიტუაციაში რო ვარ კიდე ეგეც არის ხო ისტორია ვარიციან და ისე გასაგებია სამწუხაროა ეგ კი არა ინდრესენს რა ბუსერიძე ტბელი რის გუარა მამფალი ზოგმა ის არის ის რა ქვია რის რა ქვია გობრონ მიქაელი ის არიციან უბრალოდ მეტა ლუარსობ მეფე რო პირველი ის იყო წმინდანი და კიდე ბევრი კონსტანტინე და დავისენი რა ქვია დავით შენი ძმები ხო და რა იყო იცით ის უბედურება ეგ არის და მე სასაცილო რატო ვიქმნით ამას ერთ რამეს ვიტყვი ახლა რაღაცებში შეიძლება მომენტში შემეცოდოს კიდეც ბიზნესს და ერთი ორი სიტყვა თქვა პადე მაგრამ მარაზმში გადადიან გაიგეგია აი კაცი როგორ იფერებ გენერალ პოლკოვნიკის პაგონს ინაურის და კონსტანტინე ლესელიძის ეს ხო მარაზმის აღარ არის კარგი რა აი მართალი ხარ სამდე მართალი ხარ ძმო გაუფასურებულია შემოგევლოს ჩემი თავი და ბიძინას აი სუმაგას ვამბობ ეხა ვიწყდებიან ძალიან ბევრი ადამიანია რომელიც ოცნებაშია და აი ზოგი ბავშვობის მეგობარია ზოგი უბრალოდ პიროვნულად პატივცემენ ზოგი იმიტომ რომ იციან მე მანამდე რაც ამაკ ნაომარი ამ ნაცებთან და იმათთან და უბრალოდ რამეს ვეუნები ბიძინას ებიჭო გაიღიმე და მობრუნდი ამ ხალხთან ეს ქართველი კაცი ხო იცი როგორიც არის თავისი ფეხით ქაბაბივით შეხტება ლავაში და ხალხსაც და სუმახსაც თვითონ წაიყრის ერთი თხოვნა უნდა მარტო რომ ბიჭებო ოღონდ ისე კი არა მატყუარულად მე რო გადააგდებ ბიჭებო ეხლა არის საქართველოში თქვენი სიტყვის დრო ეხლა უნდა დაუდგეთ აბა ერთი თქვას და აბა ვინ არ გამოვა რა მაგრამ ერთხელ მომატყუე ორჯერ აღარ აკმარა ეგ არის რა გენაცვალე გია კაია რო აი ესე დუხსეთ გეხარ ბოლომდე და აბა რა შენ გენაცვალე იცი რისი მწამს მობას იცი რისი მწამს მობას პიცა ვარ სადღაცას აი სადღაცას რა არ ვიცი როდის არ ვიცი ადრე თუ გვიან არ ვიცი როდის ადრე თუ გვია სიმღერა იყო გენიალური ეგ და იბატონო ხო და აი ეგ დადგება ეგ მომენტი როცა არც ჩვენ წლოვანებას დაუწყებთ ყურებას არც არაფერი ერთი მარტო გული იმიტომ აძგერდება რომ გვეცოდინება რომ ჩვენ თავის გამწირავები იმიტომ ავართ რომ საქართველოდ დარჩეს მაგრამ ერთი ბიჭო ერთი დემეტრესნა ან ერეკლესნა ან ვინმე ან გიორგი მწყინა ეგეთი მეფე გამოჩნდეს რომ გვანახოს რომ თვითონ არის ბიჭის ბიჭი და ჩვენ როგორ წავყვებით ნახოს მე რა აი ეგ არის ჩემი სიტყვა ბოლო რა გაიხარე გენაცვალე გაიხარე დიდი მადლობა ძმაო შემოგევლე შენდე აი რა ზოგიერთი როგორ დალაგებულად რა აი ეთყობათ რა ეხა რა ტაჩოვკა გავლილ ადამიანებს ეთყობათ ეგრევე რომ ვინ არიან რა უნდათ როგორ უნდათ რა სიხარული ცხოვრობენ რა არის ფასეული როგორ არის ისტორია იცის თუ არა და საიდან მოდის ვინ არის მაგის მამა პაპა არ ვიცი რა ყველაფერს ფიცავარ განა იმიტომ რომ მე ვიღაცა ვარ მაგრამ აი სუმახსოვს ბებია ჩემი კარდენახში რო ვიყავით ჩვენი სახლიდან ხელის გულზე მოჩანდა რამდენჯერ მაქვს მოყოლილი მაგრამ ჩემშია ეს ყველაფერი და იმიტომ ვამბობ ბებია ჩემი აიუნიდან დახურული აივანი იყო და ბებია ჩემი რუსულის პედაგოგი იყო მარინ ნიკოლაევნა თუშიშვილი და თუშიშვილის ქალი დილით 6 საათზე მაღვიძებდა ხოლმე ჩვენი ფანჯრებიდან აი გალერეიდან ძალიან კარგად ჩანდა ალაზნისველი კარდენახის რა ზუსტად იმ ფერდობზე ვართ და კავკასიონი ჩანდა გენიალურად დილით მზის ამოსვლას მაყურებინებდა 6 საათისთვის განთიადისას გამაღვიძებდა ბები გამოდი მზი ამოდის და დამანახებდა მზეს და ვნახულობდი მზის ამოსვლას ეხა პატარა ბიჭი ვიყავი დილით გაღვიძება და მზის ამოსვლა მე ეხა რო გითხრათ რომ აუ რა იყო და როგორ იყო არც ვიცი მაგრამ
ხო ჩამიბუდა ეს სიყვარული ბებია ჩემმა რა აი ესე ჩაუბუდე მე ჩემ შვილებს ჩემ შვილიშვილებსაც ესე ჩაუბუდებ რამდენი ჩემზე უკეთეს ისტორიებზე ხართ გაზრდილი რამდენი ის ჩვენ როგორ დავიკარგებით ბიჭო ცხურში კი არა სადაც გინდა ის გაიყარეთ ის საყურებით მე თქვენი ფარჩაკი დედაავატირე მე თქვენი რა სადა ბიჭო საქართველოში ვერაფერიც ვერ მოერევა ღვთისმშობლის წილხვედ მიწაწყალზე მართლად გაზდილ ქრისტიანს პირდაპირ გეუნებით ზარი მაქვს ეთერში შემოგევლებს ზაიმნა გიორგი კორკოტი შენ შემოგევლე კაკალ გულში არ ვიცი გიორგი ალბათ გული გიგზნობდა თელავიდან გირეკავ გენაცვალე ძმაო გებრიშვილი ვარ თელაველი ვარ ლეონი მღებრიშვილი გენაცვალე კაკაი ზარ მიყვარხა ჩემო კორკოტა რა შენ გენაცვალე ძმაო მართალი კაცი ხარ დიდი ხანი აი გისმენთ რა თან მაჩენოს რა თქმა უნდა რუიანი შემოხდა რატო რომ მე სინდისი მაწუხებს თორე იმიტომ კი არა არავის ყველასობა თავის სინდისი აქვს შემოგველი გუში და გიორგი ბატონო სინდის გაუმარჯოს რა აი შემოგველი გუში სინდის გაუმარჯოს და წერან ყველა დამრექს ვეთანხმები განახალ ზოგმაღაც შეიძლება სხვა შემოხდა ისინი სინდისიანი ხალხია მე სხვა რამესო ანუ მე რა გამიხარდა ის ყველაზე მაგრად აი წერან ამ კაცმა სახცინა და იმ ქალბატონმა სხვა შორის რაღაცა საქართველოს თითქოს ირღვიზებს აი სუნი აღდა თუ გავიღვიზეთ ქართველებმა შენ გენაცვალე ლევან მაპატიერო გაწყვეტინებ აი გადავხედავ ისტორიას ხოლმე და რამდენჯერა გაქვს ძამიკო გადახედილი შენს და უყურე როგორი რამეა იმ დროს იყო ქართველი მაგარი როცა ვიღაცა ფეხს დაგვაბიჯებდა თავზე მაშინ გავერთიანდებოდით მაშინ ჩდებოდნენ გმირები მაშინ იყო ვაშკაცი და ერთი სულის ადამიანი რა მაშინ გამოჩნდებოდა ვინმე ისეთი გიჟმაჟი ქართველი ქრისტიანი რომელიც გაერთიანებდა ეთყობა სუბედურების ქვეშ უნდა ვიყო რომ გავერთიანდე როგორც კი მოეშვება საქართველო იმ წუთში დაიწყება დაგესვლა იმისი შხამი იმატებს მე მგონი ორგანიზმში შემოგელო გიორგი აი ძალიან აი მე ერთი რაღაცა უბრალოდ ოდნავის არავის არის ალტიფოზე წავიდა არა ალტიფო არ დაშილა მე ალტიფოს წევრი ვარ ერთ-ერთი ამ იმათის მაკასი გოერჩი ვარ და აღი გიორგი ძმაო რასტისა ასე რომ არ დაიშლება არასდროს არა ეგრე უნდათ ეხლა ამ გველის წიწილებს ბევს მაგრამ ეგრე არ არის მახე ერთგვარი მახე ხაფანგი გაბრიელების არის ეგეთი მახეები გაგვივლია თუ ჩემი ძმა გენაცვალე გულში დიდი მადლობა გულწრფელად აი გულწრფელად გამეხარდა ეგეთი ზარები მაგრად მიყვარს რა ადამიანი რომ რაღაცას გეუბნება და შენც ეუბნები რა ოქრო ხარ მადლობ ძმაო აბა ზარი მაქვს ეთერში მობრძანდით მოგესალმებით ბატონო გიორგი გამარჯობა გაგიმარჯოს ღმერთმა გაგიმარჯოს ძმაო ეხლა მე მანქანა გავაჩერე რადიოთი გისმენთ და რომ დავრეკო სპეციალურად ბატონო გია დიდ პატივს გცემთ თქვენ და თქვენს ტელევიზიას ამ ობიექტივს და პატრიოტულ გაერთიანებას მე და ეხლა რომ აკვირდები ამ პროცესის სუალურ ვითარებას რაც ხდება ერთ გამოსავალს ხედავ თქვენ ამით დაიწყეთ გადაცემა რომ აბა თქვენი გვითხარით ასეთი გამოსავალი ეს ქართულოცნება იმ 40 პარლამენტარს ნაციებს გაუქმნა ეს მანდატები ისე ვეღარაზროს ვეღარ შეუძლია პარლამენტში. ხომ შეუძლია ახლა ქართულ გაერთიანების ხალხი შეცდომი და იგერები რომ მოცნება ნამდვილად პატრიოტულად შეცვალო კანონები აი აგაშენოს ღმერთმა როგორი გონივრული რამეა თუ
თუ რამე უნდა ოცნებას ეხლა უნდა გააკეთოს ეგა რა მართალია ზუსტად თუ რამე უნდა ძმაო რა თუ რა უნდა რომ დალაგდეს თუ უნდა რომ მართლა ჭეშმარიტად მართალი ოპოზიცია ყავდეს და იმაზე დაუწყოს კამათი რომ საქართველოს უკეთ იყოს მართალია და დამშვიდდება ამ ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობა ეს არის თქვენ შეგიყვანონ ეხლა პარლამენტში და მინდა სიახლეებით ასე ვფიქრობ მართალი ბრძანდები შემოგევლე მაგარი გონივრულია ჩემი აზრით ეხლა თუ უნდა ოცნებას და ყველა კანონს თვითონ წერს და გადა შეგვიყვანონ ძმაო და აგერ ვინც დააგროვა რაღაც პროცენტულად შეგვიყვანონ და ვნახოთ ერთი მერე რა მაგათი ჩვენ ერთადერთი ოპონენტები ვიქნებით იმაში რასაც საქართველოს კეთილდღეობა ქვია რა დიდი მადლობა აი რა გენიალური აზრი თქვა სხვათა შორის რა სიამოვნები წამოვიპლაკებოდი ხა პარლამენტში და ვინმე რაღაცას გადატრიალებოს ვითხოვდა თუ არა და უცბად მოვიხსენიებდი მაგათ ყველაფერს რა ეხა აქედან რომ 15 კაცი დაждენ იქ და პარლამენტიო და სახლობანას თამაშობენ ეგრე სად არის მართლა რა შეგვიყვანონ აბა ძმაო და მოდი და ვიქნებით ჩვენ ოპოზიცია რა ზარი მაქვს ეთერში მობძანდი ბატონო რამე უნდა უცნებას ეხლა უნდა გააკეთოს ეგა რა მაგალია ზუსტად ალო ბატონო ეთერში ხართ კი ხოვა ბატონო შენ კარგად ვიცნობ ერთმანეთს კორგოთ ხო შემოგევლე რა მაინტერესებს იცი დიახ ამ ყურებიანზე ჩამოკიდებულ და ცხვირში გაყრილ ხალხს რა უნდა უყოთ ჩვენ მილიონჯერ შეხვედრები სუფრაზე არავის არ მინახია მე ცხვირში გაყრილი და ყურში გაყრილი კაცი რა უნდა მოუხერხოთ ამ მასას რა უნდა მოუხერხოთ და ეხა ეგება გონზე მოეგოს თვითონ ოცნება შენ გენაცვალოს ჩემი თავი და ეხა დააწესა რაღაცა შეზღუდვები და ამათი პარადებზე და იმაზე რომ იჭერდნენ ყველა გასულ პარადზე ისა მინისტრმა გთხოვა და მოგარიდეთ ჩამსვავდნენ მანქანაში და გამიყვანდნენ რა სხვათა შორის გახარიას პერიოდი იყო ეგ და ministri იყო გახარია ორჯერ სამჯერ რომ შეუთვალეთ აქედან უნდა დაგეტაკოთ და მაგაზე იყო ლაპარაკი რა თვითონ ამ LGBT-ს ვინც იყო თავმჯდომარეობაში იმათმა თქვეს რომ კაი ჩხუბი და დავიდარება არ გვინდა და ჩვენ პარადს გადავწევთო და გამოხდნენ ეს ჩერგოლეიშვილი ესა და ჩვენ როგორ შეიძლება ადამიანის უფლებები ირღვევა ეხლა რომ ტლიკინებენ მეტრანახევრიანი ენებით წავიდენ და იცხოვრონ მაგათთან ერთად ჩვენ უმრავლესობა საქართველოში ძმაო ხელს არ გიშლით ამ LGBT-ს თემს რა გაიყარეთ სადაც გინდა და როცა გინდა და რამხელაც გინდა და რამდენიც გინდათ მაგრამ პროპაგანდას ნუ ეწევით იუსგარ გაიგეშენა პროპაგანდას ნუ ეწევით ახალგაზრდები არიან ზოგი გაუცნობიერებელი ამას ზოგ პროგრესი და განამობდი ევროპაში ვარ დაბადებულიო ვიღაცის ახლა ნუ აი იმას რა უნდა ელაპარაკო რას გააგებინეთ რა ის იმან ქართველობა საერთოდ რა არის ხო და თავი გაგვანებო ძმაო იცხოვრონ მარტივ რამეს ვეუბნებით რა იცხოვრეთ როგორც გინდა და როგორიც არის თქვენი შეხედულება მაგრამ პროპაგანდის საშუალებას რომ გაირყვანას მომავალი თაობა არ მოგცემთ ორჩა თუ კიდე დაიწყება რაღაცა ზუზუნი გეუნებით დაგით აი ესე ჩავდგები ჩირე ხო ეხლა რო გონია რომ ყველაფერზე რო არ გამოდით ოცნების გვერდ მაგ თემასთან დაკავშირებით ვიღაცამ კაი რა კორკოტ რა გაჩერდებიან რა ბოლო ჩვენ ეხლა ხوار ჩვენ რო რაღაცას ვაკეთებთ ეგენი მეტად ფინანსდებიან
იცი რას გეტყვი ძმაო? სახში დაჯექი სემიჩკა გაფცხვენი რა და ის შეჭამე რა ჩემის კირაკოზა შენა რა. აი მაგ ჭკუას ვინც მარიგეთ. მე ზუსტად ვიცი რასაც ვაკეთებ და ზუსტად ვიცი კიდე რასაც გავაკეთებ რა. და ჩემზე უფრო მაგარი ბიჭები კიდე პატარები რა ჩვენი აქედან იქიდან ანტიფუდა პატრიოტები და თუ ისე ქუჩის ბიჭებიც კიდე რა. უმეტესობა და მაშინ ვიქნებოდით ბედნიერები. ერთი კიდე რისი კითხვა მინდა ეხლა რა მომდირო. რაც უფრო მეტად დააჭირეს ქართველებს წიხლიო მით უფრო გამოჩნდაო გმირიო და ერთიანა ქვეყანა და ასე შემდეგ რაც სააკაშვილმა დაგვაჭირა წიხლი მეტი წიხლის დაჭერა რა გინდა მაგრამ სამაგიერო ჩემოგევლო ჩემი თავი აი ძმობას ფიცავარ სააკაშვილმა რო წიხლი დაგვაჭირა ხო ის ხალხი გამოგვწურა ვიზეს დადგა მერე მთელი ყველაფერი და ამოტრიალდა ბიძინას დახმარებით რასაკვირველია ბიძინა ჩაერთო ის მაგრამ ბიძინა მაშინ იყო შიკალადი რა და დღეს რა დაემართა მე არ ვიცი მაგაც რა დაემართა მე არ ვიცი მაგაც რა ვიღაცები აგიჟებენ ბიძინას ეგა აქ ცუდი რომ მარტო ერთ ყურში იცის მოსმენა სხვას კი არ მოусმეს და ეს ესენი ვეზირ ნაზირები თუ ნაზირ ვეზირები შეუგროდნენ გვერდზე და წავიდა სისინი იკორკოტა ესეთია ის ესეთია ის ისეთია ეს ესეთია იმიტომ თქვენი ჭირი რაღაცას ბიძინა გაიღვიძე ცოტა რა საქართველოს ხვავინმეები არიან რა გაიხედე თუ რამე გინდა საქართველოსთვის კარგი ხვავინმეები არიან ბიჭო საქართველოს ხვავინმეები ეგ არის ჩემი აზრი რა გაიხარეთ თქვენ რა ვიცი მე დედას ფიცავარ არასოდეს არ ყოფილა რაღაცაზე ეწყინება ბიძინასო ბიჭო მე რამე საჩემოდ ვეუბნები ბიძინას რომ ბიძინა ეს მინდა მე ვეუბნები საიმისოთ რომ იყვნენ სათავეში არ მინდა სათავეში აი ჩემი ძმაო რა პირჯვარი რა ამაზე მეტი სიმართლის თქმელი და ამაზე მეტი არაფრის თქმელი მე არა ვარ რა არ მინდა არც სათავე მინდა არც არაფერი ვიქნები იქ ერთგულ ჯარისკაცად ჩემი ქვეყნისთვის სადაც დამაყენებენ. ოღონ შენ არ მომატყუილო, შენ ფული იჩალიჩო მართლა შენ ჩემის კირაკოზა და მე კიდე გოიმივით აქ მაპახაო, ეგრე არ არის ძმაო რა. ფულიც მიეცით ხალხს, პენსიებიც მოუმატეთ, ნუ გაღორდებით, დაგისკდებათ ეგ მუცლები რა. ზარი მაქვს ეთერში მობრძანდით. ბატონო გავაკეთო აი ზარი რო ჩქარზე მქონდეს ცოტა აი ჩემ ბე ზაღლი არ დაყებთა რა ზარია ზარი მობრძანდით ბატონო ჰოუ ისმე როგორია საქმე შენ მისმე თუ მე უნდა გისმინო ბავშვია საქმე ზომა კაი უკაცრავად ეთყობა სხვაგან მოხვდით რა გავაკეთო ხა აქედან გისმენმეთი უთხარი იქიდან მე გისმენო და მე რომ მქონდეს დასარეკი შენ დაგირეკავდი ჩემო ძამიკო რა გავაკეთო დარეკე მითხარი ზარი მაქვს ეთერში მოვბრძანდით ალო ბატონო გამარჯობა ძმაო გაგიმარჯო შემოგევლე ძალიან სასიამოვნოა ძალიან გამიხარდა მოკლედ აი მანქანაში ვიჯექი ახლა და გისმენდი ძმაო რა გეხუტუნე ძმაო პატივისცემით და ყველა მიყვარხათ საერთოდ გაიხარე შენ გენაცვალე შენა ეგ არის ჩვენი ყველაზე მაგარი თვისება სიყვარული გვაქვს ძმაო მაგ სიყვარულის გულისთვის ისწავლა ქართველმა თავგანწირვა თავისი რა იყო საქართველო რამე კი არ იყო საქართველო ვინ მაგ შეგნებით კი არ მიდიოდა ვიღაცა ომში მიდიოდა საქართველო მაგისთვის თავისი ღობე იყო დედა იყო მამა იყო შვილი იყო მეზობლის გოგო იყო ის იყო ეს იყო ძმაკაცი იყო აი ეგ იყო საქართველო ეხა დიდი იდეები და დიდისა იმითი არ იყო პირჯვარი იყო საქართველო პირჯვარი აი ეს იყო საქართველო რა ვიცი გადავირევი ეს ბიჭო ნუ თუ ეს თქვენში რამდენში ეხა მე რასაც ვლაპარაკობ და ჩემზე 10 თავით უფრო მაგარი ბიჭებიც ხართ თავგამწირავებიც მართლის თქმელებიც და უფრო მეტი ქართველები რა
ბიჭო, არ დაჩლუნგდეთ რა, გეხოცებით რა. თორე წაიქცევა ეს საქართველო და დამთავრდება. ერთხელ თუ წაიქცა, ხო, მერე ძალიან ძნელი იქნება. არასოდეს არ წაქცეოდა. სულ იყო ერთი მუჭა ხალხი, რომელიც გამოდიოდნენ გიჟებივით რა. და ანახებდნენ სხვას მაგალით. სულ მაგალითებზე აგებული საქართველოს ისტორია რა. ზარი მაქვს ეთერში. ალო, ბატონო, გამარჯობა, ბატონია. გაგიმარჯოს, შემოგევლე, გაგიმარჯოს. გია ბატონო, რა მინდა გითხრათ თუ იცი, ახლა მე გეთახმებით ბევრ რამეში ძალიან 90% გეთახმებით ყველაფერი, მაგრამ ერთი სამი ზარის წინ რო დარეკა ვიღაცამ და შეგიყვანოთ პარლამენტშიო ცენტრალური კომიტეტი ხო არა ვისაც უნდა იმას დანიშნავენ მასში პარლამენტი რაღაც საჭიროა არჩევნები რაღაც საჭიროა ცამდე მართალი ხარ ძამიკო ცამდე მართალი ხარ დათანხმდებით იმას რომ შეგიყვანო პარლამენტში მაშინ წარმოუდგენელი რაღაცა იქნება მა არა ეგრე არა შემიყვანონ ეხლა დამიძახონ და ხვალე პარლამენტის წევრი ხარო რა შევალ მე ეგრე პარლამენტში როგორ ფიქრობთ თავიდან მოეწყოს კენჭისხრა როგორც არის და მე მეკუთვნ მე ვიცი რომ მოვიგეს არჩევნები ვიცი და იმიტომ ვამბობ რა მოვიგე 5%-იანი ბარიერი რო გადავლახე გვიცი უეჭველი რა მაგაშია საქმე თორე ესე დამიძახო და გარიგებით შევიდე მაშინ ჩემი სიყრმე რა ვთქვი რა ეგრე სად არის რო ეგრე ჩვენ გენაცვალოს ჩემი თავი რამდენი შეთავაზება მქონდა ნაციონალები რომ მოვიდნენ და შემეძლო აი შიკალათში რომ მეცხოვრა რა ისე შემეძლო ვიცხოვრე არ ვიცხოვრე ჩემი ცხოვრება ხო არ იცით ვინმეს ხო არ გამძიმებთ მაგის მოყოლით ვაიმე ესა მაგისა არასოდეს მო ან ეხლა რა უყვარ ვარ ვითომ ვინმეს არა ვიღაცას პატივისცემ მაქვს ოცნების გუნდში არიან ბიჭები ვინც მართლა ვაშკაცები არიან და რაღაცა ხანდახან აი ესე კორკოტას ხო აი ეს არის რა თავი ბოლო სად შემიყვანო რა საქულას დუქანია მართლა დაურეკ ერთი კორკოტას ხვალე პარლამენტარია და მოვიდეს არა შემოგევლოს ჩემი თავი ხელმეორე კენჭისხრა მოეწყოს და თუ არ დავაგდოთ აი ეს ნაციონალების და ისინიც ნახავთ რა რა ვიცი დიდი მადლობა ყველაფრისთვის კარგია აი ეს მომწონს თქვენ როგორც გაიგეთ რომ დამირეკეთ ხო გაინტერესებდა ეხლა ეს კორკოტა ესე ჭიკაჭიკებს და რომ დაჭირდეს უცბად დაუძახებე პარლამენტში შეიძურწება ვინც პარლამენტში ესე შევიდეს მე მაგის აი გაიგებთ დაბოლოება როგორიც არის რა ხო კარგად გამიგე ჩემო ძვირფასო რაც თქვია რა მე მეკუთვნის შევალ არ მეკუთვნის და ვინც მაგაზე ოცნებობს კიდე ჩემდა თავად რა მაგასაც გეტყვი ჩემო ძვირფასო რა მიყვარ ხართ მაგრები ხართ ქართველები ხართ აი ნომერა პირველები გეფიცებით ყველაფერი ის იაზვობაც კარგად იცი ნუ გეშინია მაგრამ სიყვარული იცით ბიჭო სიყვარული მაგარი სიყვარული იცით თქვენ გენაცვალეთ გეხუტუნეთ მომავალ შეხვედრამდე